მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვართ ჩაქვში. ჩაქვში არის აგერ ნუკრი კომპანიის დირექტორი 20 წელია ამას უყურებს და გვინდა რომ ძალიან მაგარი ცენტრი გამოვიდეს და იყო და მომავალშიც იქნება. ამ დღეებში ამას ვხსნით, მაგრამ არის ლევანი ერთი პრობლემა. აქ იქნება, აი ეს არის ჩვენი ცენტრი, ეს არის უშუალოდ ჩვენი ტერიტორია, საკუთრება. აქ ვაკეთებთ ავტომობილების გადაფორმებას. როცა აქ ბაზრობა იქნება, ავტომობილები აქ გადაფორმდება. მოვა ადამიანი და ავტომობილს აქ გადააფორმებს, ქალაქში რო არ წავიდებს, თქვა. ეს თბილისში გვაქვს ჩვენ და მთელ საქართველოში ეს სისტემა არსებობს. ეს რო გავაკეთოთ, უნდა მოვაწესრიგოთ უმაღლეს დონეზე. ანი მოიწიე, ახლოს მოიწიე. უმაღლეს დონეზე უნდა გავაკეთოთ დღეიდან ეს, მაგრამ არის ერთი პრობლემა. აი გვერდზე არის ხო ხედავ რას გავს აქაურობა. აი აგერ არის გაკეთებული ატრაქციონი თუ რაღაცას რო ეძახიან, სახელმწიფომ გააკეთა, მაგრამ აი ეს არ ვიცი, ესეა ხო ნუკრი 20 წელია, 25 წელია ესეა. ეს არის სანაგვე ჩათვალე და ახლა მე მინდა სახელმწიფოს ვთხოვო, რომ ხელი არ შემიშალოს ჩაქვის მოსახლეობისთვის, ჩაქვისში ახალგაზრდებისთვის, აი ამ ადგილზე ბავშვებს გაუკეთებ სახელმწიფოს ტერიტორია. დაახლოებით არის 500-600 კვადრატი და ბავშვებს ჩაქვის მოსახლეობისთვის, ახალგაზრდებისთვის საჩუქრად გავაკეთებ მაგარ სკვერს, სადაც იქნება ყველანაირი სავარჯიშო. აი უყურე როგორ არის ადამიანი, როცა მანქანას აფორმებდეს იქნება, სკვერი არის, ბაღი არის, დაждდება და ბავშვებიც გაერთობიან. რა არის ამისთვის ცუდი არამე? და გთხოვთ, ხელი არ შეგვიშალონ, ეს იქნება საჩუქარი ჩაქვის ბავშვებისთვის. დაახლოებით ეს დაждდება 100,000, 150,000 ლარი, ვინაიდან ეს სავარჯიშო ის დანადგარები, რაც გვჭირდება სპორტული ინვენტარი, მაგას ძალიან ბევრი ფული უნდა. ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლეს დონეზე. ეს არის ჩაქვის მხარე. ჩვენი ცენტრი აჩვენიანი, აი ჩვენი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაა და ეს უნდა იყოს უმაღლეს დონეზე მოპირკეთებული. თუ რამე ზედამხედველობას ან რამეს ვინმეს რამე შესაკითხი იქნება, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად რაც ჭირდება, განცხადება უნდა, რა უნდა კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება საჩუქარი ჩაქვის ახალგაზრდებისთვის. თუ რამე შეკითხვა ექნება ვინმეს, აგერ არის ლევანი, აგერ არის ნუკრი და მზადვართ ყველა შეკითხვას უპასუხებ და აზრი ძალიან კარგია. დუბაი რატო შენდებაო, შენ რომ მითხარი, ესე ჩქარადო. 30 წელია მე დუბაიში ვცხოვრობ და რატო შენდება, იცი? დილით იტყვიან და საღამოს უკვე ხალხი მუშაობს. აი ამიტომ შენდება და ამიტომ ეს ბიუროკრატიული საკითხები უნდა გადაიწიოს. ჩქარა, იმიტომ რომ აქ ნახევარი სეზონი არის ზამთარი. და ამას მე მგონი ჩაქვის ხელმძღვანელობა და აჭარის ხელმძღვანელობა დადებითად მოეკიდება. გისურვებთ წარმატებას. ახლა წავიდეთ ბათუმის მხარეს, აი ამის იქით ამ მხარე ვნახოთ. მოდი გავაგრძელოთ. რაც ახლა ჩვენ ვთქვით, რასაც ბავშვებს სპორტულ კომპლექსს უკეთებ საჩუქრად ჩაქվել ბავშვებს, ეს არის იქით ამ მხარე, იმიტომ რომ იქ არის მოუწესრიგებელი სიტუაცია, 30 წელია ესეა. ახლა აი ეს შენობა ჩვენი, აი უყურე, ახლა გვერდზე. წარმოიდგინე ახლა შენ აქ დადგება ძვირად ღირებული ავტომობილები და ეს ადგილი გამოვაცოცხლეთ, ხო ნუკრი? გამოცოცხლდება, მაგრამ არის ერთი პრობლემა. აი აქ ესე ჩვენი ადგილია. აი წინ აქ არის სახელმწიფოსი ეს. აქ არის წყალი მოდის იქიდან, ხო? ჭაობია, უბედურება არის აქა. ეს იტყორება, გადმოდის და მთელ ცენტრს გაგვინადგურებს. ამიტომ სასწრაფო წესით მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მინდა სახელმწიფოსი გაკეთებული, იმიტომ რომ გონი კიდევ არ ვიცი როდის იქნება, მერე რა იქნება. ესეც დაახლოებით მილებია ჩასადები. თავიდან ბოლომდე ამოსაწმენდია და ხრეში არის მოსაყრელი და მერე ბეტონითაა მოსაპირკეთებელი. ამასაც ჩემი ხარჯებით გავაკეთებ და ესეც დაждდება დაახლოებით 80,000 ლარი სავარაუდოდ ეს ადამიანგარიშე წინ. უყურე ისა წუხელ. უყურე ის 150-200,000 ლარი დაждდება, იმიტომ რომ
იქ ინვენტარი, ბავშვები სავარჯიშო, თვითონ ძვირი ღირს. მერე მოპირკეთება იმ დონეზე უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანი რომ მოვიდეს, ეს სიამოვნოს. რაც შეეხება ამას, ეს კიდევ მინდა ჩაქვის ხელმძღვანელობას ხო, რომ აგერ არის ნუკრი, აგერ არის ლევანი, აგერ არიან ბიჭები, თქვენ გასაკეთებელ საქმეს საჩუქრად ჩვენ გაგიკეთებთ. ამ საარჩევნოდ ამ ორ საქმეს ჩვენ თავზე ვიღებ და აი ამასაც ჩვენ დაჩქარებული წესით გავაკეთებთ. თავარია აქ არ მოხვიდეთ, რატო აკეთებ კარგ საქმესო არ მითხრათ, ხო ესეა? გისურვებთ წარმატებებს და რაც შეეხება ავტომობილების ბაზარი, რასაც ქვია, ხო, იქნება აი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკვე ვიწყებთ ნახაზის მთლიანად ნახაზის გაკეთებას. აბა გისურვებთ წარმატებას და ჩაქველებს კიდე ძალიან ბევრი სურპრიზები ელოდება მომავალში. წარმატებები.